Savanili Taskeri sare mare sao Karoskive bismanevili Akrokatevi vegeriana magla kosmoshi tsaftaches Vitski aktrulaba mosula imas abajari tsakariya ეს გადაცემა მონატრების ფერებია მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი თბილისიდან. მინდა ყველა ქართველ ემიგრანტს გისურვოთ, რომ ამ ჩვენს ულამაზეს სამშობლოში, საქართველოში მალე ჩამოსულიყავით და აქ გვესაუბროს გავლილ ემიგრაციაზე. დღეს მე უნდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი თხოვნით და ჩემი პროდიუსერის დახმარებით გავედით კონტაქტზე და ახლა აქ გველოდება და მასთან ინტერვიუ უნდა ჩავწეროთ და უფრო ახლოდან უნდა გაგაცნოთ ის. ჩვენი ქართველი ემიგრაცია მოკლებულია ათასობით კილომეტრზე გადახვეწილი ჩვენს გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრას, მსახიობებთან, მომღერლებთან და ახლა ჩვენ შორის მხოლოდ ეკრანი იქნება გამყოფი და დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი მინდა გაგაცნოთ. ეს არის ადამიანი, რომელიც გურჯანელი თელავზე ამღერდა. ეს იქით იყოს და დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ მსახიობი როლანდო კროპირიძე. მოგესალმები როლანდ, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ამ დატვირთული გრაფიკის გამო და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა თქვენ რომ მოხვედით და დაინტერესდით ჩემი. მოგესალმებით ყველას, ყველა ემიგრანტს, არა ემიგრანტს, ვინც საინტერესებს ჩემი პერსონა და ვინც შემოგვიყვება, მადლობას გადაუხდით ყველას. წარმატებებს გისურვებთ თქვენ. და რა ვიცი, ყველა ქართველს უსურვებ ბედნიერებას და თავის ქვეყანაში ბევრ სიხარულს და ბევრი დროის გატარებას. როლანდ, სანამ უშუალოდ უფრო ახლოდან გავაცნობთ მაყურებელს შენს თავს, შენ 83 წელს დაიბადე და სანამ გავიგებ თუ როგორი ბავშვი იყო როლანდო კროპირიძე, გადაცემა მონატრების ფერების მესიჯ ბოქსში ხშირად მოდის ხოლმე წერილები ჩვენი ქართველი ემიგრანტებისგან, თუ ვისი გაცნობა უნდათ უფრო ახლოდან. ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ ოღონდ ჩვენი ადამიანი დაგვაკავშირეთ და ჩვენ უზრუნველყოფთ იმ ადამიანს, რომ ჩამოვიყვანოთ ჩვენთან და უფრო ახლოდან გავიცნოთ, ჩავიხუტოთ, მოვეფეროთ, რადგან დამეთანხმებით ემიგრაციაში ყოფნის დროს ძალიან ბევრი მოკლებული არის აი ამ ყველაფერს რომ შეხვდეს ადამიანებს და უფრო ახლოდან ისაუბრონ, მოეფერონ და აი ახლა მოკლედ ჩვენ პროდიუსერს თხოვს კონტაქტზე არის ერთი ქალბატონი, მოკლედ, რომლის მიზეზადაც მოხდა ჩვენი ჩაწერა. ქალბატონო ელიზა, თქვენი სურვილი, მოკლედ, ასე ვთქვა, დავასრულეთ ჩვენმა პროდიუსერმა ლიგიამ და მე და აგერ ჩვენი გადაცემის სტუმარი არის. გამარჯობა ქალბატონო ელიზა, ქრისტიანს გაგილოცავთ. ადგომას ბავშვს და ეს ჭეშმარიტა, თქო, ჩვენი სამშობლო კარგად იყოს. ერთ მოგისმინეთ, კარგად გავყავთ. თქვენი თეატრის მოყვარული ვარ, მარჯანიშვილის სულ პატარა ვიყავი რომ დავდიოდი, მათ მიყვარდა ძალიან. თენგიზი გასაკუთრებით არჩვაზე. ძალიან კარგი კაცი და მსახიობი და პიროვნება. მე და გაფინანსებ ყველანაირად. ანუ მოკლედ ქალბატონი ელიზა შემოთავაზება, ოღონდ ჩამოვიდეს ჩვენთანო როლიკო. ვაი, რაღაცა. ბატონი არა, კაცო, ჩემი მეგობრები. თქვენი მეგობრების, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, კარგი საინტერესო შემოთავაზებაა ნამდვილად და არ ვიცი, როგორ გითხრათ ახლა. მერიდება ეგეთი რამე ცოტა. რა გერიდება, შილო, არაფერს არ მოგერიდოს, რა გაგმოსარიდებელი, პირიქით. არაფერი არ გეკმაზე, კაი ბიჭი ხარ ძალიან. დღეს ვნახე თქვენი შენი და დათო ვარჩვაძის ის რა ქვია, კლიპი ძალიან მომეწონა. არაჩვეულებრივი. მადლობა ჩემო. ვარ დათო ძალიან ნიჭიერებას ვცემ უაღრესად პატივს. კი, დათო ძალიან კარგი ბიჭია, წესერი ადამიანია ძალიან. ესე იგი, ქალბატონო ელიზა, თქვენი შემოთავაზება ბატონ როლანდთან არის ასეთი, რომ ეპატიჟებით საბერძნეთში და ყველაფერს უზრუნველყოფთ თქვენ. აფინანსებთ თქვენ და ახვედრებთ მოკლედ სიურპრიზს უკეთებთ ქართველ ემიგრაციას თქვენს მეგობრებს. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან უყვარს ყველას. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ელიზა, რას ეტყვით ქართველ ემიგრანტებს? აი ახლა ჩვენ გადაცემის პირდაპირ ეთერში ვართ. ქართველ ემიგრანტებს ეთყვი, რომ ძალიან
მინდა და უნდა თუ მართაც რომ ჩამოვიდეს ეს ნიჭიერი ბიჭი ჩვენი როლანდი ოქროპირიძე და დავხვდებით აქ და დანარჩენი შემდეგ. ქართული სტუმართ მასპინძლობა უცხოეთის ცის ქვეშ იქნება ფანტასტიკური. რა თქმა უნდა, ყველანაირად კმაყოფილი წავა აქედან. კარგი, დაგემშვიდობებით. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემა მონატრების ფერების ეთერში შემოგვიერთდა ქართველი ემიგრანტი ქალბატონი ელიზა ნემსიწვერიძე, რომელმაც ჩვენს რესპონდენტს როლანდ ოქროპირიძეს შესთავაზა, რომ ჩასულიყო ათენში და გაეხარებინა ჩვენი ქართველი ემიგრანტები და მათთვის შემოქმედებითი საღამო გაეკეთებინა. ეს ყველაფერი უკვე კადრს მიღმა, ახლა კი დროა გაგაცნოთ უფრო ახლოდან მსახიობი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ბატონი როლანდ ოქროპირიძე. გავაგრძელოთ როლანდ გოლეთ, შემოთავაზება კარგია, ათენი გელოდებათ და იმედი მექნება, რომ მოკლედ ბერძნულადაც ამღერდება ეს ქართველი კახელი კაცი. Agapopoli, zitos, enasuf. აქ წოდნია. Agapopoli. რომ დავიწყოთ, შენ დაიბადე 83 წელს. როგორი ბავშვი იყო როლანდ ოქროპირიძე? შეიძლება ითქვას, საკმაოდ რთულად დასამორჩენებელი ბავშვი იყო. ამას აღნიშნავდნენ ჩემ სკოლაში ალბათ დღეში რამდენჯერმე. მაშინ იყო პედაგოგიური საბჭოები. სადაც ჩემი იყო გაწამებული ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ხშირად იბარებდნენ? შემთხვევა რომ ორჯერ ყოფნა დირექტორის კაბინეტში. გარიცხვაზე იყო უამრავჯერ ჩემი საქმე. ეს სკოლასთან ახლოს ცხოვრობდი გურჯაანში და თან ბევრი იწვალეს მოკლედ ჩემ გარიცხვაზე, მაგრამ რაღაცნაირად არ გამოვიდა, რა ვიცი, მე ვერ გამრიცხე. ასე დაამთავრე მოგრენ გურჯაანის საჯარო სკოლა. რა თქმა უნდა, ამას არანაირად არ მიამაყენა, მაგრამ ნამდვილად ისეთი ბავშვი ვიყავი, რა ქვია, რთული ბავშვი ვიყავი რა, ძალიან ფაქტიურად მასწავლებლებს არ ვაძლევდი საშუალებას, რომ გაკვეთილი ჩაეტარებინა. მსახიობობა როდის გადაწყვიტა? ეს თავიდანვე ქონა ბავშვობაში თუ შემდგომ მოვიდა ეს პროფესია შენთან და კიდეც აქციე პროფესიად? ეს მოხდა ერთ ძალიან ჩვეულებრივ სკოლაში იყო ჩვენთან ერთი ძალიან კარგი გოგო, რომელიც აკეთებდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. აი ესეთ რამეს აკეთებდა ხოლმე. მე თანით მოგეხსენებათ მაღალი ვარ და კახეთის შეჯიბრი რო იყო, ერთ-ერთ ეგეთ შეჯიბში ჩვენი სკოლაც იყო მიწეული და ამ ქალბატონმა მითხრა რომ შემოთავაზა რომ მოკლედ თუ მიიღო მონაწილეობა და მე ეგეთ რამეს ძალიან ისე უყურებდი რაღაცა. არა, თუმცა რა ვიცოდი რომ შემეძლო რა, რაღაც მითხრა რაღაც პატარა როლი მომცა და მე რაღაც მითხრა ეგ სიმღერა იყო, რაღაცა იყო და ну кай დავთანხმდი მიზეზით დავთანხმდი რომ იქ იყვნენ უფროს კლასელები და ამ უფროს კლასელებთან ურთიერთობა იყო ჩემთვის საინტერესო რა და დავთანხმდი და მე გამოვედით რაღაცა მოკლედ შეჯიბრი როგორც იყო და მაყურებელი დარბაზი შევიცვა და ჩემი სცენაზე გამოჩენა და რაღაცა დარბაზში რაღაცა სერიოზული ალიაქოთის ატეხვა ისეთი ამბავი ატყდა დარბაზში რომ სცენაზე მე ჩემეშინდა რატო? ანუ ძალიან დიდი ის გამოიწვია რა, ოვაცია გამოიწვია ჩემ სცენაზე გამოსვლა, რა ვიცი, ეგეთი რაღაცა მოხდა რა. ისეთნაირად მოხდა, რომ აი ცოტა ზედმეტადაც მოხდა, რომ აი ტაში და რაღაცა ზედმეტი ტაში და ყვირილი და ვა და რაღაც ჩემ გამოსვლას ქონდა რეაქცია ძალიან ისე ძალიან დადებითი და მაგარი რა. იმავე დღესვე ან ძალიან მაგარი პოპულარობა მოიპოვე მაგ კუთხით. მე აქედან გამომდინარე მე დავაკვირდი, მე ცეკვავდი მე კახეთის სახელმწიფო ასეულში ცეკვავდი და ანუ სცენასთან ზოგადად ჩემი შეხება აქედან დაიწყო რა, ანუ ცეკვიდან დაიწყო. და ცეკვა მიყვარდა ზოგადად და მუსიკა ცეკვა ზოგადად რომ მესმოდა ძალიან ბედნიერი კარგი ხასიათზე დგებოდი რა, ჩემი მღეროდი ყოველთვის სასმელი ღვინო ძალიან მიყვარდა და კახეთში მე შენობდი ყველგან იყო და ყველა სახლში მხიარულება იყო. აქედან გამომდინარე ღვინოც რომ ვიღებდი, ან ძალიან მალევე კარგ ხასიათზე და კარგ განწყობაზე დგებოდი და მე რომ კარგ ხასიათზე და კარგ განწყობაზე დგებოდი, ავტომატურად სხვა ადამიანებსაც ვაყენებდი ძალიან კარგ განწყობაზე. მომეწონა ძალიან რა რომ სკოლაში კიდე სხვანაირად პოპულარული გავხდი რა. რატომღაც ვიცები, მე ვიფიქრე ეგეთი რამე, მოკლედ ერთ სიტყვით რაღაც არ იყო მაშინ კარგი პერიოდი 2000 წელი დგებოდა რომ სკოლას ვამთავრებდი და რეალურად რომ დავფიქრდი რომ სად მინდოდა მესწავლა. დავი მე რეალობიდან გამომდინარე გადავწყვიტე თეატრალურზე მესწავლა.
სინამდვილეში მინდოდა ძალიან საზღვაო ჩაბარება. მინდოდა მეზღვაურობა, რომ ყოფილიყავი მეზღვაური, მაგრამ არ ვიცოდი სამწუხაროდ გეომეტრია და ფიზიკა. და ეს ტექნიკური საგნები არ ვიცოდი და თან ბათუმში იყო უნივერსიტეტი მაშინ რა. და თან მაშინ უხსენება ძალიან იყო ეს ანუ ქთამის აღების ამბავი. ჩემ ოჯახს მაშინ ეგეთი შესაძლებლობა ნაკლებად ჰქონდა და მით უმეტეს ბათუმში ცხოვრება ძნელი იქნებოდა ჩემთვის. და აქედან გამომდინარე მეთქი გადავწყვიტე რატომღაც უფრო ჩემი აზრით მიადვილა ან ვიფიქრე რომ უფრო ადვილი იქნებოდა და რეალური იქნებოდა ჩემი თეატრალური ინსტიტუტში მოხვედრა. გარდა ამისა, ანუ ჩემი მიზანი იყო ძალიან გულწრფელად რო თქვა, მინდოდა რომ ძალიან კარგი და საინტერესო სტუდენტური წლები გამეტარებინა რა. თბილისში. თავისთავად თბილისში. ხო, ან შეიძლება და ბათუმშიც ანუ თუ საზღვაოზე მოხდება ან არა მივხვდი რომ ვერ მოხდებოდი და თან ბათუმში ხელს ნანობმა გადაწყვეტილებას რომ მსახიობობა არჩიე მეზღვაურობას. რაღაც მომენტში ნანდობ, მაგრამ რეალურად ვერ ჩავაბარებდი და ვერ იქნებოდა. რატომღაც ეგრე მგონია, ან ყოველ შემთხვევაში ალბათ კაი იქნებოდა რომ მეცადა. აი ხა რომ მქონდეს საშუალება, მაინც წავიდოდი და ვცდიდი. არ ვიცი მოხდებოდი, არ მოხდებოდი, მე ჩემსას ვეცდებოდი რომ საზღვაოზე მოხვედრილიყო. პირველ წელს ჩავაბარე და თან გახდი თეატრალური, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ან ფასიანზე ხდებოდნენ ბევრი ადამიანები. ფასიანზე რომ მოხვედრილიყავი, მე ფაქტიურად ვერ ვისწავლიდი, იმიტომ რომ არ იქნებოდა ჩემ ოჯახს შესაძლებლობა რომ ჩემი თანხა გადაეხადა ისეთი პერიოდი იყო იმეორ. იცი მოხიბლე, რა ვიცი, იცი მოხიბლე და ჩაოლებრივად ალბათ ჩემი შესაძლებლობებით რა შესაძლებლობა. აი რა წარადგინეთ, რომ გაიხსენებ. ლექსი ჩაოლებრივად როგორც ყველა ლექსები მქონდა მომზადებული რამდენიმე, მაგრამ ეს დიდად ამის მომზადება არ დამჭირებია, იმიტომ რომ ამას ძალიან მიყვარდა ლექსები და სახლში ეს ამბავი ანუ ჩემი თვე არსებობდა და მიყვარდა ლექსი ყოველთვის და შეიძლება რაღაცა მოგხსოვს ადამიანს და გული თაკეთებ და სინდისი თუ სწორი გაქვს და შენი სინდისი გეუნება რომ სწორედ დაკეთებ, მაშინ ხვდები რომ ის სხვასაც მოეწონება. მაგრამ რა ვიცი, ეგეთნაირად და რაც შეეხება სიმღერა ისე მე და არ ვიყავი ესეთნაირად მომზადებული. სხვა შორის აი როგორც ბავშვები იყვნენ იქ მომზადებულები და სამწუხაროდ და რა ვიცი, რატომაც ხვდებოდნენ ბევრი მოხდა ფასიანზე და ყველას ეგონა რომ მე მქონდა ჩაწყობილი და რაღაცა ამ დროს ნამდვილად საერთოდ არ იყო ეგეთი რამე არანაირად და ყველას ეგონა რომ მე ვიყავი ვიღაცა ვინმე ისეთი ადამიანის შვილი რომელიც ამ დროს ჩემი რაღაც მომენტში არ უნდოდა რომ ჩამებარებინა თეატრალურზე და კახეთში არც კი მომყვებოდა თბილისში და რომ ჩავდიოდი 13 ტურზე პირველ ტურზე რომ ჩავედი და უთხარი რომ გადავედი მეთქი მამა მეთქი ამომხედა გაუკვირდა ძალიან და აიო პირველზე გადახვედი მეორეზე ჩაიჭრებიო მეორეზეც რომ ჩავედი და მეორეზეც გადავედი მეთქი აი მესამეზე ჩაიჭრები მაშინ რომ მესამეზე ჩავედი და 10-იანი მივიღე მეთქი ჩვალი კონდა სადღაც რომ რანაირად კონდა ვერ ხდებოდა არა მე ნიშნა რომ თქო მოეწონათ ეს ბავშვი და მე ასე რომ ასენ აღმოჩნდი მოკლედ თეატრალურ უნივერსიტეტში მაგრამ თეატრალურ უნივერსიტეტში აღმოჩენა ერთი იყო და ჩემი ეს ოცნება იყო რომ ჩემი თეატრალური და ვაფშე ზოგადად სტუდენტური წლები ყოფილიყო რაღაცნაირი ლამაზი და კარგი ანუ ეს სურვილი მქონდა რა იდეაში ყველაზე მეტად ეს მინდოდა და ამას ხედავდი ჩემ თავს ყველაზე მეტად თეატრალურ უნივერსიტეტში ხალხი დიდი სწავლით და იმით მე არ გამოვირჩეოდი ზარმაცი ვიყავ შეიძლება ითქვას ზარმაცი სტუდენტი ხო აი რომ ყოფილი ხარ რომ უცხოენებზე რომ ჩამებარებინა ან რაღაცა ალბათ არ ვერ ვისწავლები ალბათ ვიზარმაცებდი ალბათ ესე მგონია ვიცნობ ჩემ ხასიათს რა როლანდ სანამ ეხა უშუალოდ სტუდენტურ ცხოვრებაზე მოგვიყვევი ანუ გამართლა თუ არა შენი იმედები მოდი ერთი ლექსი რომ წავიკითხო ანუ ეგრეთ უცნაური აი ლექსის ქართველი ემიგრანტებისთვის გიყურებენ ახლა ეგ კამერაში სადაც არაგვობს ჯიხუნი ჩადიან წყალზე და სადაც კალმახებს ატყვია სისხლის წინწკლები ტანზე და იქ არის ჩემი სამშობლო არ გაიცვლები სხვაზე და როგორ მოხვდი მარჯანიშვილის თეატრში ესეც რთულია და გახდი მისი მსახიობი მარჯანიშვილის თეატრშიც გამართლა და ძალიან მარტივად მოხვდი მოკლედ მაგასთან დაკავშირებით თავიდან ესეთ კურიოზი შემეთქვა იქიდან გამომდინარე რომ თვითონ თეატრალურ ცხოვრებაში ძალიან ცუდად ვიყავი გაცნობიერებული იმიტომ რომ არც ოჯახი იყო ამასთან ახლოს
არც მე ესე ახლოს არ ვიყავი და ჩამოვიდა გამოკრული იყო სიები სად ბარდებოდა რომელ ვისაყავდა ჯგუფი და ასე შემდეგ რა ანუ პირველი ეწერა დრამისა და კინოს მსახიობი და ნუ ეხლა რაღაც ემოციურად რომ წავიკითხე დრამისა და კინოს მსახიობი მე რაღაცა იყო თოჯინევის მსახიობი მე თეატრცოდნე მოყვები განცოდა ეს თეატრის მსახიობი ვერ წავიკითხე ვერსა და დრამა არ ვიცოდი რა იყო წარმოიდგინე ისე დავბრუნდი თავიდან მკითხულობ დრამისა და კინოს დრამა რა არის მეთქი ეს სადღაც არ მოხდე არ მინდა წარმოიდგინე თეატრალურში იყო შეხვედრა მოკლედ ვისაც უნდა ჩაბარება უბრალოდ ენახა ღია კარის დღე იყო რაღაც ეგეთი რომ აბა ვინ აბარებს თუ რაღაცა და მანანა იყო ბერიკაშვილის შემოსული რაღაც და თორე თვალში მოუვედი რა რაღაც და ერთად დამიძახა გამოყანა რა სადაბარებ ჩემ რა ვინ ხარ რაღაცა სად გინდა ჩააბარო მე ვთხარი არც უცოდ ვინ იყო რა რომ გივიშვილი რა იყო ბერიკაშვილის არც უცოდ მე ვთხარი თავ მანანა ვიცი თავთან მანანა მოკლედ მეთქე კარგად ვერ გავიგე მეთქი მაგრამ მინდა რომ ან რუსთაველის თეატრში ჩავაბარო ან მარჯანიშვილის თეატრში ჩავაბარო გადაგირებია ხალი ურევს და ვაიმე ნიტარო სხვაგან მოიცავ ერთ წუთი ახლა კაი დასაგებია ჯერ ძალიან ბევრი ცინა ეგრე აგიხდეს ყველაფერი და მოკლედ ჩემი პედაგოგი იყო მედია კუთიხიძე რომელიც მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი იყო წლების მანძილზე და ძალიან მალევე აი მეორე კურსი როგორც კი დავთავრდა იმიტომ რომ მეორე მართლაც გამოვიჩინე დიდი სურვილი რომ ესწავლა ეს პროფესია და გამოვიჩინე კიდეც თავი და ალბათ გამომაჩნდა კიდეც თვისებები მსახიობის და გამოტონა მითხრა რაღაცაზე იყო ლაპარაკი სადღაც მინდოდა ვიღაცამ დამაკავა რა და გავუთხარი გამოტონა მედიაზე რომ წავალ მეთქი ვითამაშებ დამაკავეს მეთქი და არა მითხრა არ წახვიდეო და გამიკვირდა რა ეხლა იმიტომ რომ წარმატებული მსახიობები თამაშობდნენ იქ რაღაცა და მეთქი რატო არ მიშვებს არ გინდაო ჩემო კარგო გამზადებ მე შენო მარჯანიშვილის თეატრისთვის ეხლა მეორე კურსზე ეს მითხრა რომ შენ იქნები მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მეთქვა მეორე კურსზე თავიდანვე მედიასგან ვიცოდი და იცოდა ბატონ მავთარებას და მიყურებდნენ და თვალყურს მადევნებდნენ ასე ვთქვათ ჩემ ნაშრომებს და ჩემ სწავლას ასე ვთქვათ თვალყურს ადევნებდნენ ესეთი ადამიანები ვინც ამ ამბებს წყვეტდა მე არჩეულებრივი სახი რეჟისორი რა ქვია გიზო ჟორდანია მე იყო ჩვენი გიორგი ქანთარიაი არის ჩემი ნუკრის ბატონ ნუკრის შვილი რეჟისორია ასევე გიორგი ქანთარია ჩემ ჯგუფში რეჟისორი იყო და მაგან დადგა დარაჯი ეგეთი საკმაოდ რთული სამუშაო იყო რაღაცა ჯონ პრესლის ინგლისელი მწერლის ნაწარმოები იყო და იქ ვითამაშე თქვენ დაავადებულ ადამიანს თამაშობდი რა გონება დაავადებულდა გონები დაავადებულ ადამიანს და საკმაოდ კარგად გამოვიდა ეგ ამბავი და ეს ნახა ბატონმა გიზო ჟორდანიამ რომელიც იმ დროს იყო უკვე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და აი მაშინ მიმიყვანა უკვე ოთარი აღარ იყო ოთარ მეღვინა თუხუცესი და დაემთხვა ისე რომ შეიძლებოდა რომ ისე ყოფილიყავი რა მარჯანიშვილში მაინც არ მოხვედრილიყავი მოკლედ ისე მოხდა რომ ბატონმა გიზო ჟორდანიამ მიმიყვანა მერე უკვე მარჯანიშვილის თეატრში და ერთ-ერთი მთავარი როლი მომცა. აი პირველი როლი რომელი იყო? როლანდ რომელიც შეასრულა და გაგიჭირდა თუ არა? ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. შეიძლება ითქვას მარჯანიშვილის თეატრში რაც ვარ ერთ-ერთი წარმატებული როლი იყო, ჩემი პირველი როლი რომელიც ვითამაშე. ეს იყო სამგროშიანი ოპერა, რომელიც დადგა გიზო ჟორდანიამ და იქ თამაშობდი ლონდონის პოლიციის შეფი. ბრაუნ რომელიც ამ თავარი გმირის მეგობარია ძალიან ახლო მეგობარია და აფთარი ბრაუნი საშინელი ადამიანია და ძალიან მაგარი როლია და ძალიან მიყვარს აი დღემდე არის ჩემი საყვარელი როლი რასაც ქვია როგორ მოხდა როლანდო ქროპირიძე უკვე კინოში 2005 წელია და ცხელძაღლში გამოჩნდი ხო როგორც 4 წელია კი 4-5 წელია ტელეიმედზე და უკვე მთელ საქართველოში კი ესე უცბად გამოჩნდი მოკლედ ტელეეკრანებზე კი ბატონო მაგ დროს გადაიღეს კიდე სხვადასხვა სერიალები იყო ბიჭები და გოგოები იქ რო კასტინგი რო ჩატარდა და იმ კასტინგზე მაშინ დამამტკიცეს ამიხარდა ძალიან მე რუსთაველზე გადავედით და გადაერქვა სახელი ჩიფსების თაობა ერქვა მე ერქვა ჩვენი ოფისი
მერე იყო გულცაძეების ოჯახი, მეგეთი სერიალი და ბოლოს იყო ისა მისამართის გარეშე. ხო, აი ეს სერიალები იყო ამოშუალედური გარიგება 2 იყო ფილმი. აი რა ვთქვა, თეატრი და კინო, ანუ რომელში უფრო თავს გრძნობ როგორც თევზი წყალში და სად უფრო არ გიჭირს როლის შესრულება. სადაც არის კარგის ანუ პარტნიორები არიან კარგი და საინტერესო და სადაც რეჟისორი არის ანუ ჩემი თანამოაზრე და სადაც კომფორტულად ვარ რეჟისორთან და რეჟისორი ჩემთან. ანუ ზოგადად ადამიანებთან სადაც კომფორტულად ვარ. იქ ვარ ძალიან კარგად მეც. არა, საერთოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა ეხლა არ არის ჩემთვის საოცნებო როლები ესე არა მაქვს მე მაქვს საოცნებო ადამიანები. საოცნებო ადამიანი ისაა, რომ ვისაც ჩემთან ერთად ყოფნა უხარია და მე ვისთან ერთად ყოფნა მიხარია. აი ეს არის ჩემი კომფორტი. პირადი ცხოვრება როდის იწყება, პირველი ქორწინება? პირველი ქორწინება 27 წლის ვიყავი, როცა შედგა ჩემი პირველი ქორწინება. სოფო გორელაშვილთან ვისთანაც ყავს ბიჭი არაჩვეულებრივი, კარგი ბიჭი. საბა, რომელიც არის 14 წლის. მიყვება მამის გზას? არა. და ძალიან მიხარია. მართლა მაგრად მიხარია, ბედნიერი ვარ. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავ როლანდ, რომ პირველი ქორწინება, როდესაც დამეგრა პირველი ოჯახი, დამემართა დიაბეტი. ხო. აი რა მოხდა ზოგადად კლედ რომ გითხრა და აი ამ პერიოდში ხომ არ გიფიქრია რომ საერთოდ გაქცეულიყავი საქართველოდან ან ემიგრაციაზე ხო არ გიფიქრია მაგ პერიოდში როდესაც პირველი ოჯახი დაგეკრა. სოფოსთან ჰქონდა ეგეთი ურთიერთობა რა გვიყვარდა ერთმანეთი და ანუ ისეთი ემოცია მაღალ დონეზე იყო რა საკმაოდ და მაგრამ ურთიერთობა არ გამოგდიოდა. ანუ თან გამოგდიოდა ურთიერთობა, თან არ გამოგდიოდა და ეს შეიძლება მომხდარიყო დღეში 3-ჯერ, ან კვირაში 2-ჯერ, ან კვირაში 12-ჯერ. ანუ 12-ჯერ უცებ დავშლილიყავით და შევრიგებულიყავით და ეს გაგრძელდა 5 წლის მანძილზე. და ეს საკმაოდ სტრესული მდგომარეობა აღმოჩნდა პირადად ჩემთვის. ანუ ძალიან შინაგანად მე ხო ვიცი როგორც ვიყავი, ძალიან დაძაბულად ვიყავი რა და ვერ ეგუებოდი ამ ზოგადად დაშლის ამბავს, როგორც მithumetes ბიჭი შვილი ხავდა და რა მithumetes რომ ანუ გძნობა ქონდა ერთმანეთის მიმართ და სამწუხაროდ ის ამბავი იყო რომ ვერ უგებდით ერთმანეთს, ანუ ჩუბი მოგდიოდა ყველაფერს. და აი ჩუბი მოგდიოდა და დავიშლებოდით, მე რა მიხვდებოდით რომ 1 საათში შეიძლება რომ ევრი არ გამოვა, ვერ გაძლებ, მარტო მოდიოდით ისევ შეიძლება 1 საათში მაგარი ჩხუბი მოხსნო და ისევ წავიდოდით ისევ აი ეს არ დამთავრდა რა იყო რას ვერ იყო ვერაფერს არაფერი სერიოზული არ მომხდარა ჩვენ ურთიერთობაში რაღაცა იჭვიანობა ან რაღაცა ისეთი ხო აი რაღაცა ძიმი ამბები ეგეთი რამე არ მომხდარა აი სულ ელემენტარულ რამეებზე და ამ პერიოდში დაგემართა დიაბეტი. ამ პერიოდში ანუ ვიცი რომ ეს ნერვიულობის ძალიან შინაგანად ვიყავი, ძალიან დაძაბული ვიყავი. ძალიან სულ ამაზე ვფიქრობდი, ანუ ჩემთვისაც ან ისე რა ქვია, ძალიან ინტენსიური ფიქრი რო არის და თან ტკივილი რო ხო ვიცი რომ ეს ტკივილთან ერთად იყო ეს ძალიან და ოს აი აი ვაშკდები საერთოდ რა, ისეთნაირად ხარ რა და ხტირო უკვე ეს ეგრე არ გამოვა რა. ერთად არ ვართ, ერთად მინდა, ერთად ვართ. ომობთ, წანწნილი იყო რა და ნუ მაგ პერიოდში მოხდა უბრალოდ ეს ანუ არ ვამბრავ. ემიგრაციაზე ხო არ გიფიქრია რა თქმა უნდა მიფიქრია ემიგრაციაზე. და ზოგადად ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნავყოფი ჩემი თეატრიდან. 45 ქვეყანაში ვარ ნავყოფი. მათ შორის ზოგიერთ ქვეყანაში 5-ჯერ, 6-ჯერ, 4-ჯერ, 3-ჯერ. და თავისთავად არ არის ადამიანი რომ რაღაც არ ეთქოს ეგეთ რამეზე ალბათ თავისთავად ყველგან მინახავს ადამიანები ძალიან რა ვიცი სამხრეთ ამერიკაში ვარ ნავყოფი და ინდოეთში და იმის იქით კიდე და რაღაც ეგეთ ადგილებში 9-მთა და 9 ზღვა გადაცურა 9 და ოკეანეებმა გადაცურული და ხო მინახავს ეს ადამიანები იქ ცხოვრობენ და რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს ადამიანები მაგრამ უმეტესობრივი არის და განსაკუთრებით კიდე ადამიანები, რომელსაც აი უფრო ემოციური ადამიანები მიყვარს, რომელსაც რაღაცა დარდი აქვს ადამიანები მიყვარს, რაღაცა ტკივილს რო ატარებენ ეს ადამიანები მიყვარს და მაინტერესებს და
დაკვრება ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია ქუჩაშიც და ყველგან სულ რაღაცა სამართლიშები იყო ჩვენი მსახიობებს და ვაკვირდებით ადამიანებს, იმიტომ რომ რა დროს ვისი რა მდგომარეობა დაგჭირდება, რა ჟესტი ძალიან საინტერესო შეიძლება, როგორი დადგომა, ან შეიძლება გამოხედვა, რა დროს რა დაგჭირდება, ჩვენ კარტოტეკაში ამას ვინახავთ და საერთოდ ტკივილის დროს და გაჭირვების დროს ადამიანი ბევრად ნამდვილია და ისეთ მაგრა გამოხატავს თავის თავს და ძალიან ზუსტად და სულთად რომ ამერს მოკლედ ვაგროვებთ ჩვენ რა რაღაცნაირად რაღაცა კუთხით ძალიან მეწოდებენ ეს ადამიანები ვინც ესე ცხოვრობს სხვაგან და რას გულისხმობ ამაში იმიტომ რომ სადაც ყოფილა რაღაცნაირად იწყება ხოლმე იმის დამტკიცება ცნობა აი მე საღამო საქართველოს არ დამიკარგავს, აი ქართული არ დამიკარგავს, მე ძალიან სასიამოვნოა ეს რაჯობი ამას და რაღაცა იწყებოდა კიდე ისა რომ წამოდი ახლა ნახე აქიც როგორი მაგარი ხაჭაპური გვაქვს, როგორი მაგარი ხინკალი გვაქვს რაღაცა მე ბევრჯერ გამკვირვებია კაცო რა თქმა ხინკალი და ხაჭაპური საერთოდ არ მინდა ადგილობრივია. ო ანუ რაც უცხოა ჩემთვის ანუ თითქოს აი ამის არევა იწყება ხოლმე და მე ნახე რა მინახავს აქ ჩამოსული ადამიანები რომ ჩამოდიან აქ ანუ აქ ვეღარ ძლებენ და ძალიან ცუდად მიუხედავად იმისა რომ იქ რო არიან ესენატრება ცუდ და აქ რო არიან მე თითქოს აქ ვეღარ არიან იმიტომ რომ ის რიტმი არ არის აქ ის ფულის შოვნა არ არის აქ ის რაღაცა რასაც მიეჩვია ადამიანი ის არ არის და ისე უნდა იქ როგორც მიდის იქ კიდე ის რაღაცა აკლია ძალიან სამშობლო აკლია რა ერთი სიტყვით რა ვიცი ეს ჩემი დაკვირვებით ვამბობ ძალიან მთხილათაც და ძალიან დიდი სიყვარულითაც რა მინახავს რა და აი ეს გაორება მინახავს ადამიანებში და ძალიან მტკივნეული გაორება და რომ მიფიქრია მე წასვლაზე დიდი ხნით წასვლაზე აი ამ გაორებას რამდენად შევეჩვევი ამაზეც წინასწარ მიფიქრია და მიმხვდარვა რომ აი სულ ერთხელ ცხოვრობს ადამიანი რა და ძალიან ძნელად იდეაში ძალიან მიყვარს მე კანადა და ციმბირი აი ეგ ბუნება მიყვარს ანუ ეს ნაძვები და თოვლი და დაუსრულებელი ხელუხლებელი რაღაცა მინდვრები და ტბები და ისინი ხიბლავს ძალიან თუმცა არ ყოფილა არც ერთგან და არ ვიცი სინამდვილეში როგორ იქნება და რაც აი ესეთი პირდაპირ უშუალოდ ჩემი ეს არის სამხრეთ ამერიკა აი ეგ არის ბრაზილია, არგენტინა, ბრაზილია, ის კოლუმბია და ეს პატარ-პატარა ქვეყნები, აი ეს მიუხედავად იმისა, რომ ხერა კრიმინალია და სანსაშია ყოფილა რამდენიმე ქვეყანაში მან და აი ეს არის ჩემი ქვეყნები რა, რასაც ვფიქრობ. დუბაიში ხო ეს რაღაც საოცრებაა და ემირატებში სხვაგანაც ნაყოფია, ოქრო ხო? გარეთ გავედი და ეგეთი ჩემი არა ქვეყანა არ ვიცი რა. ქვეყანას არ მიმიღო საერთოდ და ვერც მე ვერ მივიღე ქვეყანა მიუხედავად იმისა რომ როგორ განვითარებულია და როგორი ის არის ჩემი არ არის ქვეყანა სადაც ქუჩაში რომ მოგინდეს და უცებ სიმღერას დაიწყებ ამის გამო შეიძლება დაგიჭირო აი ქვეყანაში არ მინდა არაფერი ოქრო როგორც არ მინდა როგორი ფერი აქვს მონატრებას როგორი ფერი აქვს შეიძლება ის ფერია რატო აი იას რო ის ხავერდის ფერი რო აქვს იმიტომ რომ აი ძალიან ლამაზი ხო არის, მაგრამ თითქოს ძალიან დიდი სევდასაც ატარებს. რას ეთქვით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს ჩვენ სამშობლოს მსოფლიოში მიმოფანტული არბად არ არსებობს მიწა, სადაც ქართველს არ დაუდგამს ფეხი და ემიგრაციაში არ დარჩენილა. საერთოდ რო დავაკვირდი ამ სამყაროში რაღაცებს რა, ბევრი რაც რამე არის, ბევრი ხარისხი არა აქვს რატომაც. ხარისხი, აი ბევრი ხარისხიანი მე არ ვიცი რა არის. სულ ყოველთვის რაღაცა ხარისხზე, როდესაც მიდის ლაპარაკი არის ცოტა. და მგონია რომ აი ქართველები ანუ იმიტომაც რომ მიამაყება, ხო, რა ვიცი, რა, ქართველი ვარ, აი ამ ხარისხში შევდივართ, ჩემი აზრით და მგონია რომ ძალიან მაღალი ხარისხიანი გენეტიკა გვაქვს, ეგრე მგონია, აი მგონია რომ ძალიან ღრმა ფესვი გვაქვს. მე რასაც გვგრძნობ, მე იმას ვამბობ. ჩემი ოცნება იყო, რომ ესე იგი ქართველები იყოთ ბევრნი რა. ოღონდ მინდა ბევრნი ვიყოთ ამ ტერიტორიაზე მინდა ვიყოთ ბევრნი. ჩვენს მიწაზე. მიწაზე და იმიტომ რომ მაშინ აი მგონია რომ ძალიან ბუნებრივად
დავიბრუნებთ ტერიტორიებსა. ჩვენ არასდროს არსად არ წავსულვართ და ვიღაცების არაფერი არ დაგვიყრია. ყოველთვის თავს ვიცავდით ამ პოზიციაში ვიყავით, რა ისტორიულად ეგრე იყო. რას ეთქვით ჩვენს ქართველ და ემიგრანტებს? მიყვარს, რა ვიცი, რა უნდა უთხრა, მიყვარს ძალიან სათითაოდ ყველა ადამიანი. მე მინდა რომ ქართველები იყვნენ ბედნიერები, წარმატებულები. ყველანი სულ ვართ, რა ვიცი, რამდენი მილიონი ვართ, 5 მილიონი, 6 მილიონი, 7 მილიონი ვართ, 12 მილიონი ვართ, თავისი იმიანად, რა ქვია, ეხლა რა იქაც რო არიან, თურქეთში რო ცხოვრობენ, რა არის 12 მილიონი ადამიანი ამ ხილ სამყაროში, აი ძალიან ბედნიერი მინდა იყოს ყველა და ძალიან წარმატებული მატერიალური კუთხით თუნდაც რა. აი ეს რაც ჩვენ ამ დროს სამყაროში რამდენი რამით გავდივართ, ხო? წყალი გვაქვს საუკეთესო გვაქვს, ღვინო გვაქვს საუკეთესო გვაქვს, ჰაერი გვაქვს საუკეთესო გვაქვს. აი ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს. ძალიან მაგარ ადგილზე ვცხოვრობთ, ხო? ვინც ახლა ცხოვრობთ ძალიან ბევრ ქვეყნებში და კიდე გიმოგზაურია. ხო დარწმუნებულები ხარ და ხო თქვენ თვალით ნახეთ, რომ მართლა რომ უნიკალურ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველას გისურვებთ, რომ თავაწეულებს ღირსეულად გევლოთ. სადაც გინდა ყოფილიყავით და აი წელში გამართულები, თვალებში განათებულები, პირზე ღიმილი არ მოგხსნოდეთ და გულში გულწრფელი სიხარული. რა ამას გისურვებთ ყველას. ჩემ თავსაც და ყველას. ერთხელ ცხოვრობთ ღირსეულად, გვეცხოვროთ ამ ქვეყანაზე. პაატა გულიაშვილმა როგორ აგამღერა ეს გურჯანელი კაცი თელავზე. ეგ მთები ლურჯი გაუხუნარი. პაატას არ ამღერებ. აი მან და როგორ მოხდა იქ ყველაფერი. დღერის მთელი საქართველო მაგ სიმღერას, თეონა ქუმსიაშვილის საავტორო სიმღერას. ხანაზე მადლობა გადაუხადო, რომ მართლა ძალიან მაგარი გოგო იყო. გოგო და ძალიან მაგარი რამეები დაგვიტოვა რა ამ გოგომ. ყველა მისი ნამუშევარი, ყველა მისი სიმღერა, ყველა მისი ნამღერი, ყველა მართლა შედევრია. ძალიან მარტივად იყო პაატასთან მიყავით ჩვეულებრივ გადაცემას და პაატა მითხრა რომ გურჯანო შენ კახეთის გული ხარ იმღერებ. ეს სიმღერა არ მიყვარს მე, რა ვიცი, რაღაცნაირად და ჩემი არ არის რა, ეს გურჯანო შენ კახეთის გული ხარ, არ მიყვარს რა. არ მინდა მეთქი ეგ სიმღერა მე, რამე ნაწყვეტიო იმღერეო და ბიჭო, რა ვიცი მეთქი, აი ეს თელაურო არის ნაწყვეტი მეთქი, თუ გინდა მაგას ვიმღერებ მეთქი. და ქსორელებმა გააკეთეს აკომპანიმენტი კი. გააკეთეს და ნაწყვეტი ვიმღერებ, ხო, თუ გახსოვთ, პირველად ნაწყვეტი ვიმღერებ და ეგ მთები ლურჯი გაუხუნარი, კავკასიონი სადა მოსაუბარე, მომენადარება. წარსული შენი დარდებით სავსე, მან უგეშებს და იმედით მავსე, მომენადარება. წაიმღერებ ახლა აკეთე. როგორ არა, მე უფრო იოლია. ეგ მთები ლურჯი გაუხუნარი, კავკასიონი სად მოსაუბრე, მომენადარება. წარსენის დარდებით სავსე, მან უგეშებს და იმედით მავსებს. მომენატრება ვარდების ფეთქვა მაჭრის დუღილო ამდენ სიავეს როგორ გაუძელ გაგიბედავო სისხლია ლალთა შენთვის დაღვილი ღმერთმა შეგარგოს როგორც დედის რძე ჩემო თელავო თელავზე გიждები ისე მეყვარს თელავი ზოგადად მე ვარ უქროპირიძე კახელები არა ვართ უქროპირიძეები თუმცა ჩემი ხუთი თაობა კახეთში ცხოვრობდა და თავისთან ბოლომდე კახელად ვთვლი თავი ქართლიდან ვარ წარმოშობით ყველა უქროპირიძე დისევი არის წარწმუნებული ტერიტორია 2008 წელს წაიღეს ავად სახსენებელმა რუსებმა მდგომარეობა რა ვიცი რა დავარქვა მაგას არ ვიცი თუმცა მე მჯერა და მე იმედება ერთი რამე რომ აი ხა სადაც ვზივარ და ეს ადგილი 300 წელი საქართველოს არ ეკუთვნოდა ან შუა ადგილი ის კახეთი 400 წელი არ ეკუთვნოდა საქართველოს არ არსებობს რომ ჩვენი ქვეყანა არ გაერთიანდეს და არ იყოს მთლიანი არ არსებობს ეგეთი რამ პირველი ოჯახი გავიგეთ დაიგრა რამაც მოკლედ თუმცა ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს რაც ძალიან მიამაყება ხოჩველის 4 შვილის მამა ხარ და ამბობ რომ კიდევ მეტი მინდაო ირა თომასა რამდენი რომ კონდეს ამის სიმთავარია შესაძლებლობა მქონდეს და მადლობა ღმერთს რომ მეუღლე ვინც ყავს ის უფრო მეც თხოვს ხოლმე რომ მინდაო შვილი როგორი მამაა როლანდო კრუპირიძე რა ვიცი მე აგითხრა რო გითხრა რომ რაღაცა ძალიან კარგი მეთქი მგონია რომ არ ვარ ვერ ვარ რა მაგაზე სიცოცხლე იყო რაღაცა წავაგე კითხვა დამისვეს მეთქი ვერავარ მეთქი და ხარ და როგორი კაი მამა ვარ
ციცვის დეტექტორში წავაგე. და თურმე ყოფილხარ კარგი მამა, ხო? ციცვის დეტექტორმა ასე აღმოაჩინა. ეს ციცვის დეტექტორს არ ვენდობ, სიმართლე. კარგი მამა ცოტა კიდე სხვანაირია რა. მე ესე წარმომიდგენია. უფრო უკეთესი მამა შემიძლია რომ ვიყო და უფრო უკეთესად შემეძლო კიდეც რაც რაღაცები არ შემეძლო, ფიზიკურად არ შემეძლო რა. ძალიან ბევრი რამე დამიკლია ჩემი შვილებისთვის და სამწუხაროდ ეხლა საქმდებათ. მაგრამ ვცდილობ რომ აი სიყვარული რაც საწყია რა, აი სიყვარული არ მოვაკლო. მეგობრობა და სიყვარული არ მოვაკლო. ამას ვცდილობ სულ ყოველთვის აი თანატოლი ვარ მათი. საომავლო გეგმების შესახებ რო გითხრა, სად გიხილავთ უახლოეს მომავალში? საომავლო გეგმები აი ერთ-ერთი ჩემი არ ვიცი ეგეთი გეგმა მაქვს, რომელიც სულ ერთი თვის გეგმაა. რომ მინდა სხვა შორის აი წერას კადრს მიღმა გელაპარაკეთ მინდა მაქვს ეგეთი სურვილი ყველგან სადაც რამდენიმე იმდენი ქართველი მაინც მოგროვდება რომ ანუ ღირდეს იმ გაგებით ჩასვლა მატერიალურ თანხას ეხება რა უბრალოდ რომ ჩავიდე და უკან დავბრუნე მაგის თანხა მაინც უბრალოდ რა ხონდა იყოს მაქვს ეგეთი სურვილი რომ იმიგრანტებსთან ჩამოვიდე ყველგან რა ვიცი სადაც მოვახერხებ და აი ესეთნაირად ვიმოგზაურო და ანუ დიდ ტურნეს გეგმაო შეხვედრას ქართველ ემიგრანტებთან სულ სადაც იქნებიან რა კუნძულზეც რო იქნებ ჩახონ თუ იქნებიან 100 კაცი რომ შეგროვდეს ხოხტები ჩახვალ და ვფიქრობ რომ ესეთი ტურნეები გავაკეთოთ ასე იგი უახლოეს მომავალში გიხილავენ ქართველი ემიგრანტები შენი დიდი სურვილია და ბოლოს როლანდ რას გვისურვებ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს რომელიც შევქმენით ქართველი ემიგრანტებისთვის და იმ ადამიანებისთვის რომელიც პირდაპირ კავშირში არიან ემიგრაციასთან და ჩვენ მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს აკეთებთ თქვენ ყველანი და რისთვისაც მადლობას გადაგიხდით და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ რომ ესე იგი ადამიანს რომ რაღაცა ენატრება რომ ის მიაწოდო რა და ის რო მისაწვდომი გახადო მისთვის და ხელშესახები რო გახადო ამისათვის მეც მადლობას გადაგიხდით მე ჩემთვისაც ახლა აღმოვაჩინე რომ არ ვთანხმდები ხოლმე კარგი გაგებით თვითონ მეზარება რა ერთი სიტყვით რო თქვა და რო გავიგე რომ არის ემიგრანტებზე თქვენი ამბავი უფრო მეც მომინდა რომ შევხვედროდი თქვენი მეშვეობით და საშუალებით ემიგრანტებს და დავიცი მეც ერთი-ორი სიტყვა მეთქვა ხოდა წარმატებებს გისურვებთ რა და კარგ საქმეს აკეთებთ და რა ვიცი ბევრი მხარდაჭერა თქვენი ჩემთანაც რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა როლანდ რომ გამონახეთ რომ დამიიღე გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობა და უახლოს მომავალში გიხილავი იქ უცხო მიწაზე ქართული კახური შემართებით ბატონო მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ დღევანდელი ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება საქართველოს ულამაზეს დედაქალაქ თბილისში და ჩვენი გადაცემა ჩაიწერა დიღმის პარკში დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლდათ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბატონი როლანდ ოქროპირიძე რომელსაც აქვს ძალიან დიდი გეგმები ქართველ საემიგრაციოსთან და ის ამ წელს აპირებს რომ ჩავიდეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სადაც ჩვენი ქართველი ემიგრანტები არიან და მათთვის შემოქმედებითი საღამოები გააკეთოს. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებული მადლობა კი კადრს მიღმა მდგარ ჩემს მთავარ პროდიუსერს ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს რომ გადაცემა მონატრების ფერები იყოს ასეთი შემოქმედებითი და საინტერესო და ქართველ ემიგრანტებს აძლევს საშუალებას რომ მათი ნათქვამი მსოფლიომ გაიგოს. შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოყვებით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარის ხილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. ჩვენი გადაცემის ხილვა შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. გადაცემა მონატრების ფერების მოგზაურობას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითხრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები. ახლა კი გიტოვებთ მსახიობ როლანდ ოქროპირიძეს ვასკა გრიგალაშვილის ლექსით ემიგრანტები. ამცა იქით რომ სახლია ის სახლი მარტო ჩემია ჩემი მშობლები იქ ამყავს ბავშვობაც იქ დამრჩენია ამცა იქით რომ სახლია აღარ მინახავს წლებია ეზოში თეთრი ვარდები და სამაისობლებია ვინიც ის ეხლა ჩემებთან
გაჩაღებული რთველია, ქვაფში თუხთუხებს თათარა, ბოცვებში ყურძნის წვენია, მახსოვს პატარა თონეში პურს რომ აცხოვდა ბებია, იმ პურის სუნი და გემო უხ როგორ მომნატრებია, ამცა იქით რომ სახლია, სავალი შორი გზებია, მაღალი სალი კლდეები და გაჭიმული ზღვებია, ამცა იქით რომ სახლია, ის სახლი ყველა ჩემია, ეს სიყვარული მაცოცხლებს და ჩემი გადამრჩენია, შენი ვარ ჩემო ქვეყანავ, აბა აქ რა დამრჩენია, ამცა იქით რომ სახლია, ის სახლი ყველა ჩემია.